სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქალაქ გურში ფერმერთა მომსახურებისა და მექანიზაციის სერვის ცენტრში ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ პირებს შეხვდა. მხარეებმა დარგის ხელშემწყობ პროექტებზე იმსჯელეს. როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, კოორდინირებული მუშაობა ხელს შეუწყობს მომავალში დაგეგმილი პროექტების უფრო ეფექტიანად განხორციელებას და მაქსიმალური შედეგის მიღწევას. ფერმერთა მომსახურების ცენტრები არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილობრივი ფერმერული მეურნეობის განვითარებისთვის, იმიტომ რომ ესენი არიან ტექნოლოგიების შემამტანები, მათ შორის მასალების დანადგარების, ცოდნის, რაც მთავარია და კონსულტაციის მიმწოდებლები ფერმერებისთვის. სწორედ ასეთი ტიპის ფერმერთა მომსახურების ცენტრები ზოგადად დაეხმარება სოფლის მეურნეობის განვითარებას. ეს კარგი მოდელი ჩვენთვისაც საინტერესოა. ჩვენ განვიხილეთ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები და პროექტის ფარგლებში საქართველოს ორ რეგიონში განხორციელებულ პროექტებს გავეცანით. ჩვენი მიზანია მოსახლეობას ცხოვრების დონე გაუმჯობესოთ.